Brīdās es intro შეწერა რა 3000 დუბლი ჩავწერე უკვე. მოგესალმები. იმედია რომ კარგად ხარ, ყველაფერი კარგად გაქვს. მე ვარ ნიკა, ჩემი სასცენო სახელი არის Wayward Atom. დღეს არის 17 იანვარი და არის ჩემი დაბადების დღე. არ ვიცი ამ ვიდეოს როდის დავდებ, მაგრამ მაინც. და გამიხარდება რაღაც პატარა საჩუქარებით იქნება თუ გამოიწერა მარხს, ძალიან გულს გამითფობს გამახარებს ეგ. ყველა ადამიანის კომენტარს კითხულობ და ძალიან მიხარია. მაგარი არის რომ გაინტერესებთ მუსიკა, მიხარია რომ ეს კონტენტი მოგწონთ რაც ვაკეთებ. ხო, შეგიძლია მოусმინოთ ჩემ მუსიკას. აღწერაში იქნება ლინკი, თუ კერძო გაკვეთილები გენდომ Ableton-ის, შეგიძლია მომწერო. Instagram-ის ლინკს ასევე აღწერაში დავტოვებ და რა შეგვიძლია წავიდეთ, let's go. Okay, გავქანდეთ პირდაპირ. დღეს ვისაუბრებთ გრანულატორზე ისევ. იმიტომ რომ ძალიან მაგარი გრანულატორი. მოდი მოусმინოთ. როგორ რაღაც გამოვიდა და მე ავაწყოთ 0-დან და ვისწავლოთ რაღაცებით. რაღაცა ეგეთი არის რა. მოდი ამებს დავგრუპავ და ჩავხურო. ესე დავკეთეთ. და თავიდან 0-დან ავაწყოთ ისევ რა. Okay, არ ვიცი იცოდი თუ არა, მაგრამ შეგიძლია როგორც დრამრექი აქედან რენდომად აიღო გამზადებული დრამების საუნდი, ასევე შეგიძლია აიღო blank. ანუ ცარიელი დრამრექი, რაც საშუალებას მოგცემს, რომ შენი გემოვნებით აარჩიო საუნდები და ჩაყარო. აი პირობითად ახლა ავიღოთ, მაგალითად kicks ავიღებ, sample-ებში უნდა გადახვიდე და one-shot-ები აიღო. აი რა მოდი პირობითად, აი თქვათ რა, მოდი თქვათ ეს kick-ი მომწონს, შეგიძლია snare-ი მოძებნო, აი თქვათ იყოს ეს snare-ი მომწონს, hi-hats მოძებნი. აი პირობითად ვაკეთებ ხარ რა ვთქვათ rim shot იყოს თქვათ. აი თქვათ რა და ეხლა იმაში რომ შემოხვალ რა ქვია midi roll-ში. ანუ ეს რაც არჩი საუნდები აქ იქნება და ნუ შენზე მურგებული უფრო საინტერესო ინდივიდუალური საუნდი შეიძლება აწყო დრამის და რავი რასაც ჩაწერ ამ საუნდებით გექნება. ეხლა აღარ ჩავუღმოდები ამას აი პირობითად რა. ხო და მე უკვე ავარჩიე, რაც მომწონდა ეგეთი საუნდები და ამ დრამრეკს უბრალოდ გადმოვაკოპირებ. ეგეთი კაი ეს და მithული არის არა უშავს. წამოვიყვან აქეთ და მიდი იმაზე, ოკეი. აქ ჩავსვამ რა და აი ეგეთი ის მაქვს რა. hi-hat-ები, ტომები, ეგეც ცოტა მაღალი ტომები. აი დაჟე ამას კიდე უფრო ავწევ. და ნუ ეგა კარგი რომ ყველა საუნდი ცალ-ცალკე შეგიძლია იმუშაო რა, თქვათ ეხა მინდა ცოტა უფრო მაღალ pitch-ში იყოს და შემოვალ დაჟე ცოტა დავამოკლებ აუდიოს. კიდე დავამოკლებ. და შეგიძლია transpose აწიო, თქვათ 1 3 4 ემით და აი მაღლა არის და უფრო მომწონს ეს რა. Okay. ეს groove-იც გადმოყვა, ხო? კაი, ეს groove-იც თავიდან გავაკეთოთ. ნუ თუ იმეშვები რა ქვია, გამეორებას ვთილობ, შეგიძლია პირდაპირ გადააკოპირო. ნუ ან შეგიძლია უბრალოდ დრამრექი აიღო ნებისმიერი მზა და იქედან გააკეთო იგივენაირად. კაი, და ჩავწეროთ დრამი რა. ეხლა აქ უკვე მიწერია რითმი, მაგრამ მაინც 0-დან გავაკეთეთ ყველაფერი. ანუ სად არის 2 ტაქტი არის სიგრძე და აქ არის kick-ი, აქ არის და აქ არის, ხო? ხო, 1.4-ზე, 2.2-ზე. ნუ აქ. და snare არის აქ და აქ. გამოდის. ოკეი, შვენიერი. ეგეთი groove არის რა, 150 BPM-ში ვართ. რასაც ვიზამ იქნება რომ დავუმატებ რაღაც პატარა ვარიაციებს kick-ებს რა, ეს სიტყვა აქაც ჩავსვამ kick-ს, ცოტა ნაკლები velocity-ით და ნაკლები პროცენტით, რომ გაჟღერდეს. ანუ ხა ეს 50%-იანი შანსია, რომ ეგ kick-ი გაჟღერდეს ან არ გაჟღერდეს და იყოს რა ეგრე. რაღაც უფრო მეტ იმას მიცემს რა ქვია, ხალისს და სიცოცხლეს. ხო, hi-hat-ები გვაქვს, ერთი აქ გვაქვს.
და ეგეთი საინტერესო რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა 4 hi-hat ჩავწეროთ და ეხლა გავუშვებ, ნუ აქაც იყოს hi-hat-ი, თქვათ, აქ იყოს hi-hat-ი, აქაც იყოს hi-hat-ი. კაი, აქ არ მოუხდა ძალიან. ხო. აი ხამ hi-hat-ებს velocity-ა ყველა თანაბარი, ნახე ეს ნიშნავს, რომ velocity არის დარტყმის ძალა. ყველა ნოტი თანაბრად ურტყმს რა. ეხლა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის transforms თუ გახსნი არის velocity shaper. და ეხლა რა ფორმასაც ამ velocity-ს მიცემ, ნახე ეხლა ყველა იმას მოვნიშნავ და რა ფორმასაც ამას მივცემთ, ეხლა მინდა ეგეთი რაღაც ramp-ივით, რომ აი აღმავალი ის იყოს რა. აი ნახე. ეგეთი ის გამოვიდა. ღმერთო ჩემო. ასე შინოდ გავაკეთე. ანუ ეგეთი ფორმა არის და ეხლა ნახე როგორ იქნება. ცოტა ის აქვს. დინამიკა აქვს დაკვრას რა და ეგ მომწონს. აქაც ეგეთ რაღაცას გავაკეთებ. სამივე იმას ტომს ერთ ადგილას ჩავსვამ და მივცემ მარჯვენა ღილაკით group play 1, რაც ნიშნავს, რომ ეს სამივე აუდიო, სამივე ნოტი ეხლა დაიგრუპება და რომელიღაცა ერთ-ერთი დაიკვრება და ეგ ხა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თქვა 4-ვე იმაზე რომ გადავაკოპირებ, ნახე. აი რომელიღაცა ikვრeba რენდომად, რაც ძალიან მომწონს. ეს წამოვიყოთ აქ, შეგვიძლია პრინციპში snares და snare-ები დავამატოთ. აი ეს დებილური არის ხარ მომწონს და ცოტა ნაკლები პროცენტი ქონდეს კიდე უფრო რა. ესე იყოს. ან მოდი იქნებ საერთოდ რაღაცნაირად უფრო სახალისო hi-hat-ები გავაკეთო. ხო, თქვათ ეგრე რა იყოს რა, პირობითად ვაკეთებ. აი ესე იყოს რა. ხო რა, ეგეთი დრამის რითმი არის, რომელიც ცოტა განსხვავებული გავაკეთეთ იმისგან. კარგი, ეს არის დრამები რა. ეხლა ნუ მე მგონი ყველაფერს მივხვდი, თუ რამე კომენტარს კიდე მიწერ მკითხავ. ოკეი, წავედით ეხლა ჰარმონია ჩავწეროთ და გამოვიყენებთ ეგეთ ინსტრუმენტს wavetable. და ჩავწერთ ეგეთ აკორდს, აქაც ავიღებთ 2 ტაქტს. length 2 გვექნება და ჩავწერთ ეგეთ აკორდს, რომელიც იქნება non-აკორდი, რომელზეც ვისაუბრე ერთ-ერთ ვიდეოში, აი jungle-ის tutorial-საც ვაკეთებთ, მანდ ვისაუბრე მაგ აკორდის აგებულებაზე. და ეხლა ჩავწერთ დაბლავად ხოთ. მაგ აკორდს. აქაც პარალელ კამაკ რა მიწერია? ლა მინორის non-აკორდი და ჩავწეროთ. ჩავწეროთ ლა, დო, მი, sol და si. ეს არის non-აკორდი რა. ანუ, კაი, მაინც ძალიან მოკლედ იყო, non-აკორდი არის ძირითად სამხმოვნებას დამატებული მე-7 საფეხური და მე-9 საფეხური და ანუ შეგიძლია უბრალოდ თუ გეზარება მაგ ყველაფრის სწავლა, გადააკოპირო ეს ნოტები რაც არის რა. და ეგეთ რაღაც გავაკეთოთ ახლა რა. აი ეგეთ რაღაცას ვიზამ, რომ ამას წავიღებ აქ ჰარმონია მიწერე, უბრალოდ შევხედავ რა მიწერია. ესე იგი ლა, მე იგივე აკორდი არის, უბრალოდ ავიტან ლა დიეზში. მე შემდეგი აკორდი არის ლა დიეზიდან სოლ დიეზში. ანუ ეს ალბათ ჩამოვქვევით და ბოლო აკორდი არის მი. ანუ იგივე non-აკორდი არის, ოღონდ მიში. აი მი, ანუ აი roots უყურე რა, roots უყურებ, ანუ ეს მი რო წერია, ანუ ხო მი არის. მაგით ხვდები რომ ანუ ხა მიდან იგება აკორდი, ანუ სოლ დიეზიდან, ლა დიეზიდან და ლადან. ეხლა და ბოლო არის დო, დო მინორ 9-იანი. ანუ იგივე აკორდს გადავაკოპირებ და ვიპოვე roots, ანუ დოს. ანუ C ჩემ შემთხვევაში რა. ოკეი. ნახავთ რა გამოვიდა. ხო, ოკეი, ოღონდ რითმიკა არ მახსოვს როგორი არის და შევიჭრიდები. ოკეი. ოკეი. ეგეთი რითმი არის და ეს კაი რითმი არის, ამას წამოვიღებ. ანუ რითმულად ეს ხდება ყველაფერი, ეს ცოტა მოკლე არის. და ეს კიდე ერთხელ სკლეროზის დამარცხვა მეგონი. მე 2.2-ზე, 2.3-ზე და 2.4-ზე ეს უნდა დავიმახსოვრე რა. ხო, ეგ არის, всё.
ჩვენიერია. ოკეი, ეხა საუნდს ვეთამაშოთ ცოტა მეტი. ამან უკრას. ხო. აი ხან ნახე რა შვები რა, ეს waveforms წვლი ახლა ამწამს რა, ანუ თვითონ ბგერა, როგორ იყოს sine wave, ეს რა არის, ხო? So triangle square. ეხლა ცოტა არო ამომაკდა ჟღერადობად იცვლება, ანუ რაც ხდება რეალურად არის, რომ ობერტონები ემატება. ობერტონები რა არის, ალბათ ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკობ, მაგრამ ნუ პატარა არტეფაქტები საუნდის რა, რომელიც აი ხდის ესეც. ხო, იყოს აქ იყოს, მე მგონი არ არის ცუდი. ეხლა frequencies დაუწევ, ანუ ფილტრი რაც აქვს, იმას ცოტა დავხურავ, ანუ თქვა ესე რომ იყოს, დახურული რომ იყოს, მაგრამ ცოტა მოძრაობა რომ მივცეთ, გამოვიყენებ ამისთვის envelopes. envelope არის, ესე იგი მოდულაციის წყარო. ოღონდ ნუ მოდულაციის რა გებით, რომ ხო, trigger-ს ელოდება ეს envelope, ამ შემთხვევაში MIDI ნოტი არის ეგ trigger-ი, რომელიც ყოველ შესულ ნოტზე trigger-დება და აი ამ მოძრაობას აკეთებს. ანუ აქ რა მოძრაობაც არის, ანუ რაღაცა დრო, ეხლა მოდი მივაბამ ერთი წუთი მატრიცაში. ესე იგი envelope ორი უნდა მივაბა frequencies. ხა უფრო მარტივად აგიხსნა. ნახე. ანუ აი რაღაცა დრო დასჭირდება ამას, რომ თავის მაქსიმუმს მიაღწიოს, ანუ ეს ეთექი არის ეგ, decay არის მე რამდენი ხანში ჩამოვიდეს მომენტამდე სადანაც, მაგრამ აქ ცოტა რთული არის ამის ახსნა რა. მიზერს ახლა რაღაცებს ახსნა. და ნუ კაი, მოდი LFO მივაბათ მაგალითად აი ამას. oscillator position დაატაროს. ოკეი, ეგრე იყოს რა. და მოდი უბრალოდ ეს გადავიყვან რეჟიმს ფილტრის მუშაობის MS2-ზე და ცოტა უფრო აგრესიული იქნება. ჩვენიერი. ეხლა დავგრუპავ, Ctrl G არის ეგა და რო დავგრუპავ, მოხდება ეგეთი რაღაცა. ანუ აი ამ ნაწილში შეგიძლია ეს საუნდი გაყო რა და ძალიან მაგარი არის. ეხლა უყურე duplicates მივცე. და ეხლა ეს ანუ რა ხდება რა, ერთი და იგივე ის მაქვს ორი ანუ ჩათვალე რომ ორად გაიყო. აუ რა რთული არის რაღაცები შეხსნა გვერდო. მოკლედ აგიხსნი ხა რა. ეს იქნება dry, ან ორიგინალი რაც არის, აი აქა და აქ მექნება wet, ანუ აქ დაეფექტებული მექნება. აქ მოვიტან ახლა მაგალითად reverb-ი მოვიტანოთ დიდი გიგანტი დავე. ჩავხურავ იმას რომ მე მიჭირს ხო? ანუ dry wet-ს ავწევ ბოლომდე და ანუ ხა რა შეგიძლია ცალკე ეს dry ისმინო და ცალკე wet. და რატო გჭირდება ეხა ეგ? ხო, ნახე ხა აქეთ სხვანაირად დაეფექტებულ, სხვანაირად დავაეფექტებ უბრალოდ რა. ანუ რაღაცებს დავუმატებ, მაგალითად vinyl distortion-ი მინდა რომ დავამატო, ამაზე მუშაობ ცოტა წინასწარ ძალიან მომწონა. ძალიან კაი არის. ცოტას დავუკლე. მაგრამ როგორი ტექსტურული არის ხო? მაგრამ ეხა არ მინდა რომ ესე დაყვებოდეს რა, ამას ანუ ეხა რაც ხდება არის იდეაში სოლოს რო ურთავ, აქ სოლოს რო ურთავ, მარტო რომელიღაცა channels ისმენ, ან dry-ს, ანუ ეს ახ გამოურთავ. ეს ხდება რა, ანუ ეს wet-ი ძალიან ხმამაღალი არის. ერთი რაც შემიძლია გავაკეთო არის რომ EQ-ს დავადებ ამ იმას, wet-ს, ცოტა იმას ვიზამ რა ქვია. აი ხო, რომ მარტო მაღლებში იყოს რა, ეს არ მჭირდება ამის დაბალი სიხშირეები. ეს ერთი და მეორე გავუკეთებ pre-delays. Pre-delay არის, ანუ უბრალოდ reverb-ი იწყებს დამუშავებულად მოქმედებას რა, ანუ რამოდენიმე მილიწამით უბრალოდ შესულ სიგნალს აყენებს და მერე დაგვიანებით გამოუშვებს, რაც რითმულ იმას მაძლევს რა. ნახე, ახლა ერთად რომ მოусმინოთ. აი ნახე, ნოლს დავაყენებ. პირდაპირ ეგრევე მუშაობს. ეხლა ავწევ, თქვა, აი რაღაც მაღლა ავწევ და მივხვდები. გესმის? და ეხლა მოვუძებნი შეგიძლია რით ეს პირდაპირ BPM-თან მიმართებაში გააკეთო ეგ რა, ანუ მაგრამ მე ესე მირჩენია უფრო
ესე უფრო ასწორებს. ცოტა დაგვიანებულად რომ მოდის. ხო, ოკეი და ბოლოს რასაც გავუკეთებ არის LFO დავაჯინოთ ასევე, რომელიც ნუ LFO ხო მოდულაციის წყარო არის, პარამეტრებს ამოძრავებს რაღაც ლოგიკით. და ამ შემთხვევაში mapping-ს გავუკეთებ, აი ეს C-რო წერი არის, პანორამა არის ამ ეფექტის, ან ეს დაეფექტებული wet რაც გვაქვს, ნახე. შეგიძლია მარჯვნივ კონდეს, შეგიძლია მარცხნივ კონდეს და შემიძლია საერთოდ ეს გავუკეთო, ხო, ავტომატიზაცია და ეხა იulis აქეთ-იქეთ ნახე, ძალიან ჩქარად ადის rates და უწევ. და depth-საც დაუწე. და აი სივრცეში იulis და ნუ ძალიან მომწონს მე რა. ხო, არის გადასარევი. წინვალი არის. ეხა ეგეთი რაღაცა რა, კიდევ ერთ wavetable-ს ავიღებ და ესეც ძალიან საინტერესო ტექნიკა არის. ანუ აქედან ამ არხიდან გამოვიყენებ MIDI ინფორმაციას. ანუ ეს MIDI ინფორმაცია რაც ჩავწერე, ნუ თუ არის MIDI-ს და აუდიოს შორის განსხვავება, MIDI არის ციფრული ინფორმაცია, ძალიან ისე ბჭყალებში რო ჩასვა, საკომუნიკაციო ენა არის ინსტრუმენტებს შორის რა. ანუ ეს MIDI არის, ნუ რაღაც უნივერსალური ენა. მადლობა რომ მირეკავ, მიხარ. ხო, MIDI არის თავიდან. თუ MIDI და აუდიო შორის განსხვავება რა არის, არიცი, ანუ MIDI არის, ესე იგი, ციფრული ინფორმაცია, რომელიც არის უნივერსალური ენა და ესმის ყველა ინსტრუმენტს რა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ გამოვიყენებ ამ არხზე ჩაწერილ MIDI ინფორმაციას და აი ამ არხში, მეორე არხში ვეტყვი, რომ MIDI from რო არის, ვეტყვი, რომ მიიღოს ინფორმაცია ой, ბოდიში სად ვარ საერთოდ instrument rec, აი აქედან. ანუ ეს pads დავაწერე, რომ მარტივად მივხვდე. აი pad. ანუ ამ არხიდან იღებს ახლა MIDI ინფორმაციას. ნახე და რომ გავუშვებ, ახლა დავმიუთავ, მაგრამ ეხა ეს ინსტრუმენტი უკრავს ის რომ არც კი წერია MIDI ნოტები. მაგრამ მე რაც მჭირდება, ხა იგივე გავაკეთე, რა მინდოდა იგივე. რაცაც ვიზამ არის რომ arpeggiator. arpeggios დავაკრევინებ ამას რა, ანუ აქ შემოსული MIDI ნოტები. შვენიერი არის. და pitch-ი, იმიტომ რომ ძალიან დაბლა უკრავს. Yeah boy. ან მოდი სხვა shape-ი ვცადოთ, პირობითად კაი უკრას ამან და FM-ი ავიღოთ, აბა. ხო, და თქვა ეს ამან რო იაროს აქეთ-იქეთ ელოფო მივაბად. ხო, ახლა ძალიან ჩქარი არის, ხო, ელოფო. და ახლა იგივე შემილია რა, ესეც დავგრუპავ. ერთი იყოს wavetable-ი, ამ შემთხვევაში აღარ გადავაკოპირებ, create chains ვეტყვი და ჩავსვან სხვა ინსტრუმენტს, მაგალითად xylophone მინდა რომ ჩავსვა, xylophone basic ჩავაგდებ და ახლა xylophone-ის დაუკრავს და ის wavetable-ის დაუკრავს და შევა უფრო ახლა xylophone-ის ხომ მხოლოდ ხო? რა შემილია xylophone-ს რო გავუკეთო? რაც შემიძლია არის რომ reverb-ი დავდოზეთ. Okay. ჩავხურო. ამას დავადებ reverb-ს, ცოტა სხვანაირ reverb-ს დავადებ, მაგალითად shimmers. და ახლა კონტექსტში აბა. Nice. და ახლა დრამთან ერთად აბა. აუღონ. ძალიან დიდი reverb-ი არის. ეხლა reverb-ის ის არ მომწონს, რომ decay არ მომწონს. ძალიან გრძელი არის ეს reverb-ი და ამ სიამოვნებს. ხო, აქაც საის ცოტა დავუწევდი, ამაზეც და ამაზეც xylophone-ზეც. ხო, შეიძლება xylophone-ს ოქტავაში უცვალოთ, მაგრამ
Okay, nice. და ეხლა გამოვიყენებთ გრანულატორს, რომელიც არის მაგარი. მაგრამ რას გავაკეთებ რა? ეხლა უბრალოდ იმ freeze and flat ეხლა რატო გავაკეთებ მოკლედ. დავაკოპირებ ამ არხს, იმიტომ რომ ეს არხი უნდა დავაფreeze flat-ო და ის აუდიოდ გადავაქცეო. ამასაც დავაფრისფლოტებ, დავაკოპირებ, რომ ანუ ორიგინალი დამჩეს, მაგრამ თან აუდიოები მინდა ჩქარა და ასე ვიზამრა. ხო, დავაფრისფლოტებ, ანუ აუდიოდ გადავაქცი, ხა ეს MIDI ინფორმაცია აქ რა ჟღერ და დრამების, ხო? აგერ მაქვს აუდიოდ რა. და რატომ მინდა ხა გაჩვენებ. ამას წამოვიღებ. აგერ ცალკე დავდებ, ამასაც წამოვიღებ. აქეთ ცალკე იყოს აქ დავდებ და კიდე მჭირდება შენი დაფრისფლოტება, ხო? დაიცა ერთ წუთი. შენ რატო არ უკრავ, ხო? აჰა. Okay, მაგრამ ამას ვერ დავაფრისფლოტებ, იმიტომ რომ ის მაქვს, ხო? ხო, იმ მაქვს ჩართული. კაი, არა უშავს, მაინც მივახცევ ჩემს პოსულს. მაინც გავაკეთებ რაც მინდა იმას. ანუ ეხა აუდიო ტრეკს შევქმნი. ეგეთი პრობლემა მაქვს, რომ ეს არ ფრისფლოტდება რა, ამიტომ აუდიოს შევქმნი, ვეტყვი აუდიო from ანუ მიიღოს აუდიო აი ამისგან რასაც დავარქმევ arpeggios დავარქმევ და arpeggios ვიპოვი და უბრალოდ ამ არხზე ჩავიწერ პირდა რეკორდს მივცემ და გადაიწერს. ეგარე. სა. ეხლა წამოვიღებ, რაღაცა ისე ცოტა ატონალური, ცოტა დისონანსი მესმის და რისგან არის დისონანსი ვერ მივხვდი სიმართლე მეთქვა. კარგი და ეხლა ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. დავჭრი, ეხლა ნახე რას გავაკეთებ რა. 3 აუდიო მაქვს, რომელსაც ეხლა გიჟივით დავჩოპავ რა. ანუ ეგერ მაგალითად აი პირველ ნაწილს ავიღებ, აქ ჩამოვიტან, გადავაკოპირებ ბევრჯერ და ეგეთი რაც გამოვა ხა. ხო, იყოს ეგეთი. აგერ აქ დრამი არის, ხო ეს? არა, ეს არის. კონტროლ. უბრალოდ რენდომად შევი მართლა წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ. ბოდიში, ახლა უსმენთ რას ვაკეთებ. ეს არ გვინდა ესეთი. გვინდა რომ ეგეთი იყოს. Command-ი არის, ესე იგი duplicate, R-ი არის reverse, არევერსებს audio files. ხო, იყოს ეგრე, ეხლა დრამებს წამოვიღებ, რაღაცებს მივჩეხავ აქ დრამებიდან, რენდომად ამოვიტან რაღაცებს ჩავყრი და მე დავჩეხავ სახეს გავაძრავ. აგერ რაღაც პატარა ფაილი აქ იყოს, ანუ ხო ხდები რას ვაკეთებ, აუდიო გადამაკ სხვა არხზე, ამას დავარევერსებ, ამას დავჩეხავ, ამას სახეს გავაძრავ, ამას მოვკლავ, აი ესე გიჟივით გავაკეთებ ყველაფერს რა. და რაც გამოვიდა არის კაი, კიდე უფრო ბრუტალურად უნდა ვიყოთ. ესე ვიზამ, ამას გადავაკოპირებ, ამას დავარევერსებ, короче, სიგიჟე. ეს ამდენი არ მინდა. ეს წამოვიღებ აგერ. Fuck you. ეს გიჟივით დაუნდობელი ვიქნები დღეს. ამას წამოვიღებ, აქ ჩავდებ. ანუ რატო ვაკეთებ, ხშირ მიყურებ და შიზოფრენიკს გავარ, მაგრამ მიხვდები რატომაც ვაკეთებ. კაი. შვენიერი არის და ცოტა ეს წავიღოთ. ანუ ეს აკორდი ავიღოთ. დავარევერსოთ, გადავადუპლიკეითოთ. შა, ეგ არის რა, მეგონი საკმარისი არის. ეხლა Command J-ს დავაჭერ. ანუ გაერთიანდა ეს აუდიო ფაილად და დავაწეროთ FX glitch, რომელიც ჟღერს. რაღაც სიგიჟე არის. და ლეგენდის თანახმად ყველა ვიცით რომ OTT-ს რასაც არ დაადებ, ყველაფერი უკეთესად ჟღერს. კიდევ კომპრესორის ზევიდან. დღეს არ დავინდებ არავის იყოს ესე. კიდევ უფრო გავაბრწყელოთ. მე აღარ უნდა. კაი, EQ ავიღოთ რომ დავდოთ რომ რაღაც ის ძალიან ბევრი დაბალიც არ გვინდა.
და კიდე რეები გავაკეთოთ, აბა რა შეგვიძლია? მაგალითად, არ ვიცი. რაღაცები გამოვიყენოთ. მოდი როურის პრესეთი დავდოთ, აბა просто AC distortion like. Fire boy, fire. ეს არის გადასარევი. კაი, ეხა ამას კიდევ freeze and flats გავუკეთებ თელ არხს. იმიტომ რომ ეს აუდიო ინფორმაცია კი და ეს აუდიო ეფექტები ამჭირდება მარტო აუდიო მინდა და ეხლა იწყება მთელი ამბავი რა ხდება საერთოდ პროექტში ჯანდება არის. ანუ ეს რაც დავფრიზე მაგას წავშლი უკვე ეს არ ვიცი რა არის ამჭირდება ეს არ ვიცი ამჭირდება ეს ამჭირდება და მინდა ეს აუდიო ფაილი ისე ტაბს დავაჭერთ გადმოვალ და კაი, აქ ჩავსვათ ჯერ და ჩავსვათ გრანულატორში პირდაპირ. ანუ გრანულატორი ხო რაც აგიხსენი ეგ არის, ანუ ფაილს იღებს და პატარ-პატარა გრეინებად ჭრის. აუ, 3 წუთი დამჭირდა და გამეთიშება ვიდეო. ამიტომ ჩქარა უნდა ვქნა. MIDI ეფექტი. და ეგეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ expression controls მოვიტან, რაც არის ეგეთი device-ი, რომ ყოველ trigger-ზე ანუ ყოველ შესულ ტრიგერზე, ხა MIDI ნოტი არის ამ შემთხვევაში ტრიგერი, დაარენდომებს პარამეტრებს, აი random-ს თუ აერჩევ და დავმეფავ, ხა თქვა grain size, აქაც random-ს ავიღებ, როგორც ვთქვი, ძალიან მიყვარს random files. აქ ანუ პარამეტრებს ვარენდომებ უბრალოდ, რამეც არაფერს არ შეგვიძლია განსაკუთრებულად. ანუ ყოველი ეხა და აუცილებლად აქ ნოტი უნდა ჩაუწეროთ რა. აი ნახე, სიგიჟე გამოვიდა. და მოდი მოусმინოთ აბა. ვაიმე რა კოშმარი გავაკეთე ხმართ. აუ ძალიან უჟასი არის. შენ რატო ეს რენდომზე არ ყოფილა და მაგიტო ხო აი რენდომი შეც. Yeah, beautiful. არ ვიცი რისის ვიწვალეთ ამდენ რომ ეს გამეკეთებინა. უფრო ჭკვიანი უნდა ვიყო რა. უფრო ჭკვიანი უნდა ვიყო და ხელით მოვძებნო კარგი პარამეტრები, კარგი მომენტი რა. თოთაშიც არ აცოდე. ხო, მოდი უბრალოდ file positions ვატარებ რა, იმას დავუბრუნებ რა ქვია, ეს რაც მქონდა გაწყობილი. და grains, კიდე grains ძალიან რო პატარავდება, ყველაფერს გიჟივით შეხავს რა და იყოს ესე. და 20 წამში გაითიშება ჩემი ის, ამიტომ გავუშვათ და მოусმინოთ რა გამოვიდა. კარგი, ოკეი. ძეო გემშვიდობები. 6 წამი დარჩა სანამ გაითიშება მომავალ შეხვედრამდე.